ეს არის პარლამენტის ალბათ ყველაზე კრიტიკული რეზოლუცია და ყველაზე კაფიო რეზოლუცია, ყველაზე მძაფრი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ოდესმე მიუღია იმის ფონზე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კრიტიკულ რეზოლუციებს იღებდა ხოლმე. ალბათ თან არ დაგვავიწოს, რომ ეს არის მოხსენება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ხო, ანუ ეს არის საქართველოს შესახებ. ანუ გარკვეული ანგარიშიც არის. ანგარიში, ხო, ანგარიში, ანუ report ანგარიში, სადაც საუბარი არის საქართველოში რა ხდება ამ ყველაფრის შეფასებაზე და იმაზე, თუ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სად არის. ძალიან მარტივი დასკვნა არის, რომ ევროპარლამენტმა ძალიან კარგად ნახა, კარგად შეაფასა, სწორად შეაფასა ეს პრობლემებიც არის საქართველოში. ეს არის ავტორიტარიზმი, ეს არის ერთპარტიული მმართველობა, ეს არის აბსოლუტურად რუსული ტიპის სისტემის შემოღება და მმართველობის სისტემის შემოღება საქართველოში, ეს არის პოლიტიკური პატიმრები, ეს არის არჩევნები, რომელსაც აზრი არ აქვს და ეს არის სანქციები. თავისი სხვადასხვა ტიპის სანქციებით, რომელზეც იქ იყო საუბარი. მე ვიცი, რომ ქართული ოცნება თავს იგულიანებს ხოლმე, რომ ყველაფერი არ მოხდება, ევროპარლამენტი არ არის აღმასრულებელი და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ისინი კარგად გადახედავენ ბოლო წლების დინამიკას, ნახავთ ძალიან ბევრი რამე, რაზეც საუბრობდა ევროპარლამენტი მერებელოს მომხდარა. აი, სერგი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ცოტა ჩაუღრმავდეთ, ანუ ძირითადი აქცენტები მაინც შემდეგია. არ ცნობს ოცნების ხელისუფლებას, ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს რეპრესიებს და ოპოზიციის ლიდერების დაკავებას, მოუწოდებს გადაიხედოს ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, მოუწოდებს ივანიშვილისა და მისი საყრდენების სანქცირებისკენ, სარისხოს უწოდებს ამ პირობებში ოპოზიციის მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ პირველი დავიწყოთ, ანუ თქვენ ახლა ხაზი გაუსვით მნიშვნელობას, ანუ ეს პოლიტიკური განაცხადია, ძირითადი პოლიტიკური ოჯახების კონსენსუსი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობაში, მაგრამ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მარტა კოსის, ანუ ევროკომისრის განცხადება, რომლის ტერმინსაც უკვე ექნება პოლიტიკის გამსაზღვრელი მნიშვნელობა, ანუ საქართველოში მოქმედ ხელისუფლებას ისინი უწოდებენ რეჟიმს. კი, და კიდევ ერთხელ ეს დამოკიდებულება ევროპაში და როგორც ჩანს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, დანიგანის ბოლო განცხადება და წელთან დაკავშირებით, ხო, იქაც პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილი მართავს და ყველა მიცის, ხო? ეგ განწყობა არის ყველგან ჩამოყალიბებული. ანუ ჩემი აზრით მაგის შეცვლის შანსი არის 0 ქართული ოცნების მხრიდან. რაც არ უნდა მოხდეს აქ, რაც არ უნდა შიდა პროცესები, რა მიმართულებით არ უნდა წავიდეს, საქართველოში არის რეჟიმი, ეს არის არადემოკრატიული რეჟიმი, ეს არის ავტორიტარული, შეიძლება კიდევ უფრო მძაფრი შეფასებები იყოს, დიქტატორული და ასე შემდეგ, ამაზე არის კონსენსუსი. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ამის მერე საქართველოსთვის რა მოხდება. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ორად უნდა გავუყოთ. არის რაღაცეები, რომლებიც აუცილებლად შეეხება რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს იქნება სანქციები, ეს იქნება გადაადგილებასთან დაკავშირებული ფინანსური თუ სხვა ტიპის სანქციები. ტარგეტირებული, ანუ მიზნობრივი როდის, მაგრამ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეგ არის გარდაუვალი. და გასაგებია, რომ ამათ აქვს იმედი, რომ ორბანი დაბლოკავს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ორბანიც ვეღარ დაბლოკავს. კიდეც რომ ორბანმა დაბლოკოს, ესენი მაინც დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან რეალურად. ხო, არავინ არ იღებს, არავინ არ ხვდება, არავინ არ ელაპარაკება. აქ არის საუბარი, რომ უფრო მტკივნეულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ თუ სხვა ტიპის სანქციები. ეგ ჩემი აზრით მოხდება. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შეცვალა ევროპარლამენტმა და მინისტრთა საბჭოს უთანხმის წინ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული წესები და უკვე იძლევა ეგ საშუალებას, რომ კონკრეტული ადამიანთა ჯგუფებზე გავრცელდეს შეზღუდვები. და ეს არის დისკუსიის ქვეშ და ძალიან მალე შედის ძალაში. ხო, ეს არის ერთი მართლა. მაგრამ პრობლემა არის, რომ ამას აუცილებლად მოყვება სამწუხაროდ კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ არავის არ უნდა ამას აუცილებლად მოყვება მაინც ქვეყნისთვის დამაზარალებელი შედეგი. იმიტომ რომ როდესაც მარტა კოსი საუბრობს მანაც ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე, ან როდესაც ევროპარლამენტარები ამაზე საუბრობენ, ეგ ჯამში რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება აღვნიშნოთ პირველი და შეიძლება ერთადერთი ქვეყანა, არ ვიცი ისრაელზე რა მოხდება, იქაც არის დისკუსია, ხო, მაგრამ შეიძლება პირველი ერთადერთი, სადაც ასოცირების შეთანხმება შეიძლება იყოს გადახედილი. თავისი აქედან გამომდინარე შედეგებით, რაც ეხება არა მარტო მაგალითად სავაჭრო რეჟიმთან დაკავშირებული რაღაც შეზღუდვების შემოღებას, იმიტომ რომ მაგის ნაწილია, არამედ ასევე შეიძლება იყოს რაღაც სექტორალური მიმართულებით კონკრეტულ შეზღუდვებს. როცა ამაზე იწყებს ევროკომისია საუბარს, როცა ამაზე არის კონსენსუსი ევროპარლამენტში, როცა ამაზე არის
პრაქტიკულად კონსენსუსი დედაქალაქებში და მარტო უნგრეთის იმედზე ხარ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. ანუ ეს აღარ არის აღარც დიპლომატია, ეს აღარ არის აღარც სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ეს არის უბრალოდ რაღაც მართლა თქვენ სწორად უწევენ ხავსზე ხარ ჩამოკიდებული. ეს არის ერთი. მეორე, არის ასევე სხვა ტიპის საკითხი, როგორც ეხება ვიზა ლიბერალიზაციას. დღეს იქ ისმოდა და თვალშორით ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად თუცა ხვდებოდით ხოლმე ჩვენს პარტნიორებს სულ ამას ვსაუბრობდით, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შეინარჩუნოს. ეს არის საქართველოსთან ვინც კი არ უნდა წავიდეს ოპოზიციით დაწყებული სამოქალაქო სექტორი მედია, ყველა ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დაისაჯონ და აქამდე ის რომ საქართველოს ჯერ კიდე აქვს ვიზა ლიბერალიზაცია და საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ვიზავი მოსვლით, პირდაპირ არის დამსახურება არა მთავრობის, არა რეჟიმის, არამედ მისი ოპონენტების. ოღონდ რაღაც ეტაპზე შეუძლებელი გახდება ამის დაკავება. მართლა, იმიტომ რომ რაც არის ადამიანი გეკითხება, აი ასეთ პირობებში და ჩამოთვლის ყველაფერს. ადამიანს იჭერენ 5 დღით უშვებენ რაღაც Facebook პოსტზე გადადებული რაღაც კომენტარისთვის, ხო? იქ არის აბსოლუტურად აბსურდული სანქციები. ხა დაიწყებენ დაჭერას განმეორებით დაჯარიმებაზე. ყველა პოლიტიკური ლიდერი თითქმის ციხეშია. აღარ ჩამოთვლი, კიდევ ერთხელ ბოლო 6 თვის განმავლობაში ამათმა რა თქვენს რა თუ დრაკონული კანონები მიიღეს 16 და 17 კანონია მიღებული ხო 6 თვის განმავლობაში რაც არის მეგონი არცად სოფლიოში ასე სწრაფად არ მიღებულა ასეთი ტიპის კანონები და როცა ვიღაც ამოსულ იცი რა ასეთ ქვეყანაში ვიზა ლიბერალიზაცია არცად არ აქვს სოფლიოში არც ერთ სხვა ქვეყანასთან არ აქვს რატო თქვენთან ამაზე ერთადერთი პასუხი არის რომ ქართველი ხალხი იბრძვის და არის ევროპული ღირებულებების მქონე ოღონდ აღარ იკავებს ეს არგუმენტი ამიტომ ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროდ მათ შორის სხვათა შორის აი იმათ რომლებიც შეიძლება სულაც არ იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები მაგრამ სარგებლობენ ვიზა ლიბერალიზაციით მათაც ეთქმით სამადლობელი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველს კეტავენ იმადზე დგას დღეს მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია რომ არ იხურება იმიტომ რომ სანამ ამ საბრძოლის შეუპოვრობის რეჟიმთა შეუგუებლობის სიგნალი მიდის ანუ ევროპისთვის ბრძოლის სიგნალი მიდის ევროპაში ევროპისგან უკუკავშირი უკუპასუხი გვაქვს ასე რომ იმათმაც ამ ადამიანებმაც მათ მიმართ მადლიერება უნდა გამოხატოს მადლიერება ასევე უნდა იყვნენ აი ვინც მათ ძულთ ყველაზე მეტად ეს ოპოზიცია იქნება თუ არასამთავრობო სექტორი რომელსაც აბრალებს სამთავრობო პროპაგანდა რომ ესენი არიან ვინც იბრძვიან რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს პირიქით არის ეგ ამ ეს ხალხი რო არ ლაპარაკობდეს რომ არ გააუქმოთ ყველა შეხვედრაზე ისე რომ კიდევ ერთხელ ანდრე მაგას თქვენ თქვენთან ეს მეგონი ისე რომ დაგვცინოდნენ კიდეც ამის გამო რომ რაღაცა ამ პრობლემებზე ლაპარაკობ და მე ეძახით მაგრამ გთხოვთ რომ ეს ხო შეინარჩუნოთ ეს არის ძალიან შესანიშნავი რა სერგი არ არის გასაკვირი განსაკუთრებით პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ თქვენს მეც ჩვენი მაყურებლების უმეტესობა, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს გულშემატკივრობს და ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ამ პროცესს უყურებთ როგორც შანსს, რომ ევროპისგან ისე ძალიან არ დაგვაშოროს ამ ხელისუფლებამ, რომ შემდეგ უკან მობრუნება შეუძლებელი გახდეს. და ამავე დროს თავად ევროპას და დანიგანის ინტერვიუ ახსენე და მინდა ცოტა უფრო მეტი გითხრათ ამაზე უკვე ამერიკის პოლიტიკის ფორმირების კუთხითაც როგორც გამოცდილმა დიპლომატმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იცით ეს როგორ მუშავდება ბიუროკრატიულ დონეზეც პოლიტიკის დონეზეც რისი ნიშანი იყო ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე ეჭვი მაქვს როგორც მარტა კოსის ასევე ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის და ასევე უკვე დანიგანის მეშვეობით ვაშინგტონის პოზიციის ხაზგასმით გაჟღერების უკან დგას ძალიან რთული პროცესი, რომელიც დიდხანს ყონდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, გარკვეული დილემაც ერთი რომ ეღიარებინათ რეალობა, იმიტომ რომ მათთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ერთ დროს მათი მთავარი საყრდენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელშიც უზარმაზარი ინვესტიციები ჩაიდო და საქართველოს ამ თვალსაზრისით ბევრს აკეთებდა დასავლური ინტერესების, ასე ვთქვათ, ხელშეწყობისთვის რეგიონში და თავისუფალ სამყაროში, რომ ასე უკვე იქცა სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით და მეორე შიშები, რომ ვაი თუ ჩვენი სიხისტით ამ პოზიციის უფრო
მკაცრად გამოხატვით ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, უფრო მეტად არ უბიძგოთ მათ მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში რუსეთის კლანჭებში აღმოსაჩენა. და ამიტომ იყო ჩემი აზრით ასე გაჭინაურებული ამ პოლიტიკის ფორმირებაც და გამოხატვაც. ცდები მე ამ წარმოდგენაში თუ კიდევ იყო სხვა რამე დამატებული. არა, ეგ არის საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში საქმე არის ის, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყო და ყველასთვის ცოტა შოკის მომგვრელი იყო იმის დანახვა აერდროს დემოკრატიის ჩემპიონი ქვეყანა ამ რეგიონში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მანამდე შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებით რომ ნახეს, რომ 7-8 თვეში შეიძლება ასეთი დეგენერაცია განიცადოს. ამაზე სწრაფი რეაგირება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ყველა ეს მთავრობა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ვაშინგტონი იქნება, ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქები ჩვენ დასავლელი პარტნიორების, არ რეაგირებს ისე სწრაფად, როგორც მაგალითად ჩვენ რეაგირებთ, ხო? ანუ ეს ადამიანები, ვის ტყავზეც ეს ყველაფერი გადადის, ხო და ვინც უფრო ადვილად, ასე ვთქვათ, მაჯისცემაზე აქვს ხელი. ანუ ეს იყო ერთი მოულოდნელობის ეფექტი. მეორე ეფექტი იყო, რა თქმა უნდა, ის რომ იმედი ჰქონდათ მაინც იმისა, რომ რაღაც ეტაპზე ეს ყველაფერი იყო პრაგმატულად მარტო ძალაუფლების ამბავი და შეიძლება მერე უკან გადაედგათ ნაბიჯები. მე მგონი ეგ ილუზია უკვე ყველას დაინგრა, ყველამ დაინახა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც აქ აშენებს დიქტატორულ სახელმწიფოს. ეს მეორე. მესამე, ასევე ჩემი აზრით ძალიან კარგად მიხვდნენ ისინი, რომ ამ ადამიანების ქართული ოცნების წარმომადგენლების საგარეო პოლიტიკური მიზანი არის რა? რომ აქ შექმნას რეჟიმი, რომელიც აღარ იცავს არანაირ ადამიანის უფლებებს, არის მთლიან მონოპოლიზირებული ძალაუფლება ერთი ადამიანის და მის გარშემო მყოფი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება მათ, რომ მოდი რაღაც სტრატეგიულ თემებზე, შუა კორიდორზე, მაგალითად შავი ზღვის ქვეშ გასასვლელ ელექტროხაზზე ან digital links-ზე ასე ვთქვათ, ამაზე ვისაუბროთ, ოღონდ ისე დაგვანებეთ თავი და თქვენ სხვა დიქტატორებსაც ელაპარაკებით, ხო, ჩვენ ასე გველაპარაკებთ. ეს არის რაც ამათ უნდათ, რომ ამას ოღონდ აქ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ჩვენ და ერთი რამეა, რასაც მე მგონი ჩვენი პარტნიორები უკვე ხვდებიან. კანა ეს შეუძლებელია რომ გამოვიდეს. ანუ საქართველოს დიქტატურა რომ ჩამოყალიბდეს. ანუ თეორიაში შეუძლებელი არ არის შეუძლებელი. დიქტატორს თუ დასავლეთი ელაპარაკოს შეუძლებელი არ არის შეუძლებელი. ოღონდ იმ ქვეყანას აღარ იქნება კანდიდატის სტატუსი, იმ ქვეყანას აღარ იქნება ასოცირება, იმ ქვეყანას აღარ იქნება თავისუფლება, აღარ იქნება ვიზო მიმოსვლა. ეს არის გამორიცხული ამბავი. ანუ ამ მიზანს ამათმა შეიძლება მიაღწიონ. რომ აქ შექმნა დიქტატურა, არ შევადარებ რომელ ქვეყანას, სადაც აღარ არის არანაირი არჩევნები, არანაირი ოპოზიცია, არანაირი მედია, არანაირი არაფერი და მიაღწიონ იმას, რომ რაღაცა პრაგმატული თანამშრომლობა, ხო, ბოლოს ჩრდილო კორეას ელაპარაკა ტრამპი, ხო? რაღაც ეგეთი იყოს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს, რომ მაგას თუ მიაღწევს, როცა მიაღწევს, ჩვენ არანაირი უზრუნველყოფა აღარ ეს უნდა ესმოდეს უბრალოდ საქართველოს ეს თავი გზავნილი ჩვენ მოქალაქეებისთვის, ვისაც შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მინიმალური რა მაგარია ბიზნა ამას მიაღწევს ლაპარაკიც იქნება? კი, შეიძლება მიაღწევს, ხო გეუბნებით, კიმ ჩენ უნი შეხვდა აი რა ქვია DMZ საზღვარზე ტრამპს ხელი ჩამორდა გადაიპატარა თავისთან, ხო? ტრამპი აქ არ ჩამოსულა, ხოსია. ახლოსნებას არ შეხვდა, იქ ჩავიდა. ანუ ეგ კი არ იქნება ოღონდ წარმატება. ამით რა იხეირა ჩვეულებურმა ჩრდილო კორეელმა ხალხმა? რა იხეირა? არა, ხო? ანუ ჩვენ რა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ქართული ოცნების მხარდაჭერებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ მიზანს თუ მიაღწევს ქართული ოცნება, ღმერთთან უკნას, ჩვენ ყველა სხვა ბენეფიტი დაკარგული გვექნება იმ მომენტში. ყველაფერი. ანუ ეს იქნება უბრალოდ ჩაკეტილი, აი ფერაია, რასაც ქვია, ხო, რუსულად იზგოი რო ქვია, ეგეთი სახელმწიფო, სადაც მისი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ამ სიკეთეებით. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ მე რაო, ოკეი, ვისაც ეს უნდა, ამ მიზნისკენ მიყავს ქართული ოცნება. ვისაც არ უნდა და აშინებს ესეთი მომავალი თავის შვილებისთვის, თავისთვის თუნდაც, მაშინ მე მგონი ყველაფერი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ამაზე მეტი დაუბრუნებლობის წერტილი აღარ არსებობს. სერგი არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ჩამოვთვალეთ, რომელიც აი ამ ვერსიის ასრულებას თეორიულადაც კი ძალიან რთულს გახდენს, თუმცა წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დინამიკა ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, მოდით ვახსენოთ ხვალინდელი მოვლენა, რომელსაც ყველა ინტერესით ველით, რომელიც დაანონსა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გუშინ ვაშინგტონში, რუბიომ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ხვალ აბუ-დაბიში შეხვდებიან. მოსაუბრელია, რომ ორ
ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაც გაფორმდეს, მოსალოდნელია. ამის შესახებ გუშინ როგორც გითხარით, მარკო რუბიონი საუბრა, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ციტატა ასეთი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატიური მოლაპარაკებები ბაქოსა და ერევანს შორის ძალიან აქტიურ ფაზაში არის გადასული. სერგი, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და რა გავლენას მოახდენს ეს მათ შორის საქართველოში იმ ვერსიის აღსრულებაზე, რაც საუბრობთ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს მნიშვნელოვანი ტენდენცია რუსეთის გაწნეხვა სამხრეთ კავკასიიდან, მეორე მხრივ ეზრდის მოტივაციას რუსეთისთვის, რომ ჩაებღაუჭოს ამ რეჟიმს, რომელიც ერთადერთ დასაყრდენად რჩება სამხრეთ კავკასიაში, თუმცა აქ უკვე რესურსებს გააჩნია და ხალხის განწყობებს რას თავად. აი ეს წეგანდელი აზრი გავაგზავნო ამ კონტექსტში. ქართული ოცნებისთვის ამისი მიღწევა მარტო მაშინ არის შესაძლებელი, ჩემი ხმარწმენით, თუ რუსეთი როგორც გამარჯვებული ქვეყანა, მარტო უკრაინის რაღაც კონკრეტულ ლოკალურ კონფლიქტში კი არა, გლობალურად გამარჯვებული ქვეყანა გამოდის. და ახლა რაც ხდება უფრო ფართო რეგიონში არის ზუსტად მაგის საწინააღმდეგო. ამ წუთში რუსეთი გააგდეს სირიიდან, ასოციალური მნიშვნელობით. რუსეთი ამ წუთში გააგდეს ახლო აღმოსავლეთის მაგალითად აი იმ როგორც იყო მაგალითად ჰეზბოლა, ჰამასი, ხო ვისაც ყველა მივიცით რომ სხვა რაღაცად ეხმარებოდა, ანუ აი ამ ისრაელი-პალესტინის კონტექსტიდან გაგდებულია მთლიანად, გააგდეს ირანიდან, იმიტომ რომ მისი მთავარი დასაყრდენი რაც იყო, ხო, შეიარაღებული ბირთვული, ასე ვთქვათ, გზის ირანი აღარ არსებობს დღეს, ხო? ანუ იქაც მარცხნიანიცა და ჩვენ ხშირად არ ვადევნოთ ხოლმე თვალყურს, მაგრამ ძალიან სერიოზულად ხდება რუსეთის განდევნა ცენტრალური აზიიდან ჩინეთის მიერ. პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინეთით ნაცვლდება და აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრაქტიკულად გააგდო სამხრეთ კავკასიიდან. ანუ სამხრეთ კავკასიიდან ჩვენ როგორც მოდეს სომხეთის ტრანსფორმაცია გასაგებია ბოლო რამდენიმე წელია, მაგრამ მარტო ბოლო რამდენიმე თვის ამბავს თუ შევხედოთ აზერბაიჯანის ნაბიჯები რაც არის. დღეს აზერბაიჯანმა ძალიან ნათლად დააფიქსირა, რომ არ უნდა აგძლიეროს რუსეთი. პირიქით ამ წუთში მას აქვს ძალიან ცუდი ურთიერთობები. და სამშვიდობო შეთანხმება პაშინიანს და ალიევს შორის, რომელიც სავარაუდოდ მოხდება, იმიტომ რომ პრინციპში ტექსტზე შეთანხმებულები არიან წინაპირობები დარჩათ, ხო, როგორც არის, როგორც დაყენებული აქვს კონსტიტუციის ცვლილება და სხვა ტიპის წინაპირობები. ამაზე საუბარი იქნება არა მოსკოვში, არა სადმე სხვაგან. ამაზე საუბარი თან რაც თავარია განახლა მასვე რაც პაშინიანი იყო ანკარაში ჩასული. ამაზე გული განხადება გააკეთა მარკო რუბიომ. ანუ ეს იქნება დასავლური რაღაცა ტიპის კონსტელაციის ნაწილი და არა რუსული შეთანხმება. ანუ ჩვენ რო შევხედოთ რუსეთის გაძევება ხდება მისი სამეზობლო რეგიონებიდან. და ამიტომ მისი ერთადერთი შანსი რჩება უკრაინა, სადაც შეიძლება კონკრეტულ ფრონტებზე აქვს გარკვეული წარმატება, რაც ხედავთ ხო სამხედრო, ოღონდ უნდა გვესმოდეს რომ ეს წარმატება არ არის ის წარმატება, რომელიც სტრატეგიულ წარმატებაში გადაითარგმნება. რაც გულისხმობს ამასაც ახსოვს ორივე სიტყვით, ხო? ის რომ მაგათ გამოიყენეს 700 დრონი და რაღაცეები გაანადგურეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, ხო? ძალიან ცუდია, ბუნებრივია. ოღონდ ეგ არის ასევე იმის მაჩვენებელი, რომ ფიზიკურად წინწასვლის რესურსი არ გააჩნიათ, მარტო დაანგრევის რესურსი გააჩნიათ. და ეხლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინამ 800 ჯერ გაზარდა დრონების წარმოება და 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია წელიწადის განმავლობაში, მათ შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზებით მოძრავი დრონების და ასევე ახალი ტექნოლოგიების, რომელიც გაცილებით ეფექტურია და ამას თუ დავამატებთ ტრამპის განწყობას და ზაობას დამატებით. მათ შორის ინვესტიციასაც უნდა დაეხმაროს. იქ მაქსიმუმად შეიძლება მიაღწიოს იქნება პატური სიტუაცია ერთმანეთზე დრონების ომით, რომელიც უკრაინა გაუძლებს, შეიძლება ტერიტორია კიდევ ერთხელ დაკარგოს, მაგრამ რუსეთისთვის სტრატეგიული წარმატება არ იქნება. იმიტომ რომ რუსეთი ეხლა იქცა ქვეყანად, რომელიც დამოკიდებულია მთლიანად ჩინეთისგან და ინდოეთისგან იაფი ნავთობის მიყიდვით მიღებულ დოლარებზე. თუმცა იქაც შეიძლება შეიქმნას პრობლემები, რამდენითაც სენატში უკვე გასაყრდენად გამზადებული ბილი ფაქტორია ზუსტად. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეხლა ჩანს ნელ-ნელა გაძევება რუსეთის. ჩვენ ვrჩებით ერთი რაღაც უცნაური პრორუსული ანომალია ამ რეგიონში. ეხლა შეეხება მაგ სენატის რეზოლუციას.
ერთ ციტატას აგიკითხავდა, ამიტომ თქვენ მოგთ საშუალება დავამთავროთ. ჩვენ ვიცით უკვე რომ ეს კენჭსახკრელი დღის ეს რიგში დგას. სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტონის განცხადებით სანქციების კანონპროექტის შესახებ, ესე იგი მაიკ ჯონსონი, ანუ კონგრესის პალატის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გამოეხმაურა და პუტინმა ცხადად წარმოაჩინა რომ არ უნდა საღგონებაზე და სერიოზულად ილაპარაკოს მშვიდობაზე. კონგრესის სპიკერი ამბობს, ტრამპის პოლიტიკური გარემოთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და მე ვფიქრობ დროა მოქმედებაზე გადავიდეთ და ნათელი სიგნალი გავაგზავნოთ. ასეთია ჩემი აზრი. კონგრესს უკვე ნაყარი აქვს კენჭი, მაგრამ სენატში უკვე გამზადებულია. სენატში ხო ძალიან საინტერესო იყო ლინძი გრემმა, როცა ეს წარადგინა, მე თავის გვერდზე გამოაქვეყნა რაც ცვლილებები შეიძლება შევიდეს მასში და იქ სამი საინტერესო პუნქტია. ნუ პირველი რომ თუ რუსეთთან ბიზნესი არ აქვს ქვეყნებს, იმიტომ რომ ამ სანქციების ამ რეზოლუციის ამ ბილის არსი რა არის, ხო? ასუსტებს რუსეთს მარტო მასზე დაფუძნებული და დაკისრებული სანქციებით კი არა, ურტყავს იმათაც ვინც ეხმარება. და ეგ არის ჯამში დასუსტება, ხო? და იქ საინტერესო რაღაც არის, რომ პირველი რომ თუ რუსეთთან რანაირი ბიზნესი არ აქვს, მაშინ არ შეგეხება სანქციები, თუ ბიზნესი გაქვს რუსეთთან რაღაცა ურთიერთობა, ხო, ვასავაჭრო და თან უკრაინას ეხებით, ეხმარებით მოდიში. ამ შემთხვევაში 270 დღიან გამონაკლის რაღაც და აი თუ უკრაინასაც არ ეხმარებით და თან რუსეთთანაც გაქვთ კარგი ურთიერთობები, მაშინ არ ვიცი რას იყო გამო დაგერხათო და ახლა ესე გამოვიდა. ეს დასნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნები, ვისაც არის ამ წუთში რუსული ეკონომიკა, ვისაც ეყრდნობა, ხო, რომ შეავსოს ეს დანაკლისები, ამ რეჟიმში თუ მოხვდებიან, აუცილებლად გადაიფიქრებენ, რასაც გასაკეთებენ იმას. და აქვე ეს ეხება ირანსაც, ინდოეთსაც, ჩინეთსაც და ყველა სერგი ჩვენ მონათოლში არ მოხდა საქართველო და უკვე საფიქრალი არის იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება რაღაც კრიტერიუმით მოხვდეს ამ ჩამონათვალში. ჩვენ შეიძლება კი არ ვეხმარებით რუსეთს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვართ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარები ამ ომის შედეგებზე პარაზიტირების და ის თითქოს ეკონომიკური ბუნმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში და ძირითადად ეყრდნობოდა ზუსტად აი ამ სარგებელს, ხო, ამ რუსეთის, მათ შორის შედარებით უფრო იაფი ნავთობის, რუსული ნავთობის შეწყების და ასე შემდეგ, ამაში მოხვდებით ჩვენ ყველანი და ქართულმა ბიზნესმენს და მოხმარებელმაც ეს უნდა გაითვალისწინოს, რომ აი ეს გარკვეული სარგებელი, რაც იდგა შემოსავლები და მეტნაკლები რაღაც ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის ზრდა, ამას ყველაფერს წყალი კი არ შეუდგება, უბრალოდ გამოეცლება. მადლობა, სერგი, საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის.